გამარჯობა. დღეს ერთ ძალიან გახმაურებულ და კინემატოგრაფიულ ამბავს ჩავუღრმავდებით რუსეთის იმპერიის ისტორიიდან. დიახ. საუბრობთ 1907 წლის თბილისის ბანკის წარსულზე. წარმოგიდგენიათ სცენა. ბოლშევიკების ჯგუფი თავს ესხმის სახელმწიფო ხაზინის ეტლებს და იტაცებს თანხას. თანხას, რომელიც დღევანდელი კურსით ხო დაახლოებით $16 მილიონ მეტია. ნამდვილად. თან ეს არ იყო უბრალოდ ძარცვა, ასე ვთქვათ. ეს იყო მოვლენა, რომელმაც ისტორიაზე სერიოზული კვალი დატოვა. ვიცით, რომ თავდასხმას სათავეში ედგა ცნობილი რევოლუციონერი, ხო? სიმონ ტერპეტროსიანი, ანუ კამო. კი, კამო ცენტრალური ფიგურაა, მაგრამ ყველაზე მეტ კითხვას და სიმართლე გითხრათ, დაპირისპირებასაც დღემდე იწვევს ერთი კონკრეტული ფიგურის, იოსებ სტალინის ამ საქმეში შესაძლო მონაწილეობა. და ჩვენი დღევანდელი საუბარი სწორედ ამ თემას ეხება. ჩვენ ვერ გრძნობით ერთ კონკრეტულ წყაროს, YouTube არხ, კარდუ, KRDU-ს ვიდეოს ტრანსკრიფტს. სათაური აქვს ასეთი. სტალინის საუკუნის ძარცვა. ამბები საქართველოზე. თბილისში. რა როლი ჰქონდა ან არ ჰქონდა სტალინის ამ ვერსიის თანახმად? რა ბედი ეწია გატაცებულ ფულს და როგორ განვითარდა მოვლენების შემდგომში? ყველაფერი ამ კონკრეტული წყაროს ჭრილში. მზად ხართ? დავიწყოთ. აჯობებს კონტექსტით დავიწყოთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ამბის გასაგებად. გეთანხმებით. ესე იგი, 1907 წელია რუსეთის პირველი რევოლუცია, 1905 წელს რომ დაიწყო, უკვე ასე ვთქვათ, მინავლების ფაზაშია. ხო, მაგრამ რევოლუციურ პარტიებს, განსაკუთრებით ბოლშევიკებს, ფული მაინც ჭირდებათ თან სასწრაფოდ. ზუსტად. ჰაერივით სჭირდებათ ფული ბრძოლის გასაგრძელებლად, პროპაგანდისთვის, იარაღის საყიდლად, ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად, მოკლედ ბევრი რამისთვის. ამიტომაც, როგორც ჩვენი წყარო აღწერს, მიმართავდნენ ეწოდება ექსპროპრიაციებს, რაც ფაქტობრივად სახელმწიფო დაწესებულებების ძარცვას ნიშნავდა, არა? ბანკების ფოსტის თავარი იდეა ყოველ შემთხვევაში დეკლარირებული ის იყო, რომ ეს ფული კრიმინალების ჯიბეში კი არ მიდიოდა, არამედ პარტიის სალაროში რევოლუციური მიზნებისთვის. ლენინს ხომ ცნობილი ფრაზაც აქვს ამაზე, მერე მოიგონა გაზარცვეთ ნაზარცვი. სწორედ ასე. და ამ მიზნით 1907 წლის აპრილში ბერლინში ბოლშევიკების ლიდერები ლენინი, კრასინი, ბოგდანოვი, სტალინი, ლიტვინოვი შეიკრიბნენ. ანუ შეხვედრა შედგა ბერლინში. კი, და ჩვენს ხელთ არსებული ტრანსკრიპტის მიხედვით, სწორედ იქ დაგეგმეს ფულის მოპოვების ოპერაცია იარაღის შესაძენად. და გადაწყდა, რომ ძარცვა უნდა განახორციელებინათ სტალინს, მაშინდელი ფსევდონიმით კობა. და მის ბავშვობის მეგობარს, კამოს, ანუ სიმონ ტერპეტროსიანს. წყარო მას სტალინის მოსწავლედაც კი მოიხსენიებს. იმ დროისთვის სტალინი 29 წლისაა, ხო, თბილისში ცხოვრობს ცოლთან, ეკატერინე სვანიძესთან და ახალშობილ იაკობთან ერთად. და ტრანსკრიპტში ნათქვამია, რომ მას უკვე ჰქონდა ასეთი, ვთქვათ, ექსპროპრიაციების ორგანიზების გამოცდილება. ცენტრის საუკეთესო ფინანსისტად ითვლებოდაო, ასე წერია. კამო, კი, სტალინზე 4 წლით უმცროსი, ძალიან დაუმდობელი რეპუტაციით სარგებლობდა. წყარო ერთ შემზარავ დეტალსაც კი ახსენებს, რომ თითქოს ადამიანისთვის გულის კი ამოუჭრია. საშინელებაა. სტალინი მას შენიღბვის ოსტატს უწოდებდაო. ლენინი კი ჩემს კავკასიელ ბანდიტს. ნამდვილად კოლორიტული ფიგურა ჩანს ამ აღწერით. ნამდვილად. ასე რომ სცენა მზად იყო 1907 წლის 13 ივნისის, ახალი სტილით 26 ივნისის მოვლენებისთვის. დილის 10 საათი და 30 წუთი. სახელმწიფო ბანკის თბილისის ფილიალიდან გამოდის ფაეტონი. დიახ, შიგნით ბუღალტერი და მოლარესხედან და დაახლოებით 350,000 მანეთი ჩადეს. მათ თან ახლდათ 2 კაზაკი. და ეს ყველაფერი არაა, ხო? უკან კიდევ მეორე ფაეტონი მოდიოდა ბანკის დაცვით, ჯარისკაცებით და კიდევ ცხენოსანი კაზაკები. ანუ დაცვა საკმაოდ სერიოზული იყო. როგორ ჩანს ჰქონდათ ინფორმაცია შესაძლო თავდასხმის შესახებ. მაგრამ ამან ვერ უშველა. ჩვენი ტრანსკრიპტის მიხედვით თავდასხმაში დაახლოებით 20 ადამიანი მონაწილეობდა. უმეტესობა გლეხურად ჩაცმული, რომ ეჭვი არ აეღოთ. და ერთ-ერთმა მათგანმა, კუპრიაშვილმა, მისცა ნიშანი და ეტლს ბომბები დაუშინეს. წარმოიდგინეთ ქაოსი ერევნის მოედანზე. აფეთხებები, ცხენები, მცველები, საშინელება იქნებოდა. ძარცველები ყველა მიმართულებით ისროდნენ თურმე ბომბებს.
იმდროინდელი გაზეთი ის არის, რომელსაც წყარო იმოწმებს, წერდა, რომ ვერავინ გაიგოს, როლის ხმა იყო თუ ბომბების აფეთქების, პანიკა იყო ქალაქში. ხალხი გარბოდა, ეტლები დაქროდნენ, აფეთქებები იმდანად ძლიერი ყოფილა, რომ ახლომდებარე ბოძები წაუქცევია და 1 მილის რადიუსში ფანჯრები ჩაუმსხვერია. და საინტერესო დეტალი, რასაც ტრანსკრიპტი გვაწვდის. სტალინის ცოლი, კატო სვანიძე, პატარა იაკობთან ერთად, სწორედ მოედანთან ახლოს, სახლის აივანზე იდგა თურმე. წარმოიდგინეთ მისი მდგომარეობა. ამ ქაოსში ერთი დაჭრილი ცხენი, რომელსაც ფულით სავსე ტომრები ეკიდა, გაქცევას სცადა. და მას კუპრიაშვილი, კამო და კიდევ ერთი მძარცველი, დათიკო ჩიბრიაშვილი გამოედევნენ. კუპრიაშვილმა ცხენს ბომბი ესროლა, ფეხები აუფეთქა, მაგრამ თავადაც მოყვა აფეთქების რადიუსში და დაეცა. თუმცა გონს მოსულა და გაქცევა მოუსწრია. ფული კი დილიჟანსიდან ჩიბრიაშვილმა და სხვებმა აიღეს და კამოს ფაეტონში გადატვირთეს. სიჩქარეში დაახლოებით 20,000 მანეთი დატოვესო, ამბობს წყარო, რომლის ნაწილიც მერე დილიჟანსის მძღოლმა მიითვისა და ამის გამო დაიჭირეს კიდეც. კამო კი სწრაფად გაუჩინარდა მოედნიდან. გზაში პოლიციის ეტლს შეხვედრია. და აქ ძალიან თამამი სცენაა აღწერილი. თავი კავალერიის კაპიტანად გაუსაღებია და პოლიცმეისტერისთვის დაუყრია. ფული უსაფრთხო და გაიქცით მოედნისკენ. და პოლიცმეისტერიც დამორჩილებია. კი, და ხოლო მერე მიმხვდარა, რომ ძარცველმა გააცურა. წარმოუდგენელი თავხედობაა. კამო ბანდის შტაბ-ბინაში მივიდა, თანსაცმელი გამოიცვალა და მძარცველები დაიფანტნენ. ვერავინ დაიჭირეს იმ მომენტში. ერთი მათგანი, ელისო ლომინაძე, მასწავლებლის ფორმაში გადაცმულა და მოედანზე დაბრუნებულა თურმე, რომ ხოცვა-ჟლეკისთვის ეყურებინა. ოფიციალურად მხოლოდ 3 დაღუპული გამოცხადდა, მაგრამ ეს წყარო ოხრანკის არქივებს ეყრდნობა და ამბობს, რომ რეალური რიცხვი 40 იყო. და 50 დაჭრილი. ბანკმა ზუსტი ზარარიც ვერ დაადგინა, მაგრამ საუკეთესო ვარაუდით 341,000 რუბლი იყო. აქედან დაახლოებით 91,000 წვრილი კუპიურები იყო, რომლის გამოყენებაც ადვილი იქნებოდა. ხო, მაგრამ დანარჩენი. დანარჩენი იყო 500 რუბლიანი ბანკნოტები. და პოლიციამ მათი სერიული ნომრები იცოდა და გაავრცელა. ანუ ამ მსხვილი კუპიურების გადაცვლა ან გამოყენება ძალიან რთული თუ შეუძლებელი არა გახდა. სწორედ ეგ იყო პრობლემა. და ახლა მივადექით ყველაზე საინტერესო და უნდა ითქვას ბურუსით მოცულ საკითხს, სტალინის როლს. აი აქ ჩვენს ხელთარსებული ტრანსკრიპტი რამდენიმე ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს. ეს თავისთავად უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. ნამდვილად, აბა გავიაროთ ეს ვერსიები, რასაც წყარო გვაწვდის. პირველი ვერსიით, სტალინმა პირადად ისროლა პირველი ბომბი ფან კნიას სუმბატოვის სასახლის სახუავიდანო. რაც ბევრ სხვარპლს გამოიწვევდა. თან პოლიციელსაც ესროლაო მაუზერიდან და თვითონაც დაიჭრაო ბომბის ნამსხრევით. ეს ერთი ვერსია. მეორე ვერსია, მას აქტიური მონაწილეობა არ მიუღია, უბრალოდ შორიდან აკვირდებოდა. მესამე ვერსია, კერძო სახლის აივნიდან სიგარეტით ხელში ადევნებდა თვალს ხოცვა-ჟლეტას. აი ასეთი სურათი. მეოთხე მოწმე ამბობს, რომ სტალინი იმ დღეს მოედანზე კი არა, საერთოდ რკინიგზის სადგურზე იყო. და ბოლოს სტალინის ცოლის დის მონათხრობი, რომელიც ამ ტრანსკრიფტშია მოყვანილი. სტალინი იმ ღამეს სახლში გვიან მივიდა და ოჯახს ამცნო, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ანუ 5 სრულიად განსხვავებული სურათი გვაქვს ამ ერთი წყაროს მიხედვით. რა უნდა დავეჭეროთ? წყაროც ფაქტობრივად გვეუბნება, რომ თავიდანვე იყო ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია. ზუსტად. ეს ვერსიების ასეთი სიმრავლე თავისთავად საინტერესოა. წყარო არ გვეუბნება, რომელია სიმართლე, მაგრამ გვიჩვენებს, რომ სტალინის ფიგურა თავიდანვე იყო გარშემორტყმული ჭორებითა და დაკითხვებით. ძარცვიდან რამდენიმე დღეში აგენტი მუხთაროვი სტალინს საიდუმლო ბინაში ხვდება და კითხვავს, რატომ? იმიტომ რომ ჰქონდა ცნობები, რომ ის ძარცვას თვალსადევნებდა. და სტალინის პასუხი, ამ წყაროს მიხედვით, იყო, რომ მან ხელისუფლებას საკმარისი ინფორმაცია მიაწოდა ძარცვის თავიდან ასაცილებლად. კამათი გამწვავდაო და მუხტაროვს სტალინისთვის სახეში გაურტყამს. აი ეს მომენტიც საინტერესოა. ნამდვილად. თუ ეს მართლა ასე მოხდა, როგორც წყარო აღწერს, ეს ბევრ კითხვას აჩენს იმდროინდელ ურთიერთობებზე და სტალინის მაშინდელ სტატუსზე, თუნდაც ოხრანკასთან მიმართებაში.
და ამ ინციდენტის შემდეგ ტრანსკრიპტის მიხედვით მუხთაროვი ოხრანკიდან გააგდეს. სტალინს კი უბრძანეს თბილისის დატოვება და ბაქოში წასვლა, სანამ საქმის გამოძიება დასრულდებოდა. რაც შეეხება ფულს, ამ ნაძარცვ ფულს. ტრანსკრიპტის მიხედვით, სტალინმა ბაქოს სავარაუდოდ მოპარული 200,000 რუბლით ბატოვა. თბილისში დარჩენილი ფული კი, აი ესეც საინტერესო დეტალია. სტალინის მეგობრების, მიხა და მარო ბოჭორიძეების სახლში მატრაში ჩაკერეს. კლასიკური მეთოდია, არა? ეჭვის თავიდან ასაცილებლად. დიახ, შემდეგ ეს მატრასი სხვაგან გადაუტანიათ, ბოლოს კი თბილისის მეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის კაბინეტში დივანზე დაუდიათ. რატომ მაინც და მაინც ობსერვატორიაში? წყარო ვარაუდობს, რომ ეს ადგილი იმიტომ შეირჩა, რომ სტალინი თავადაც მუშაობდა იქ რაღაც პერიოდი. ზოგი ცნობით, ფულის გადათანაშიც მონაწილეობდა. და დირექტორმა? დირექტორს, როგორც წყარო ამბობს, მოგვიანებით უთქვამს, რომ აზრზე არ იყო მოპარული ფული მის დივანზე თუ იდო. ფულის დიდი ნაწილი კი კამომ წაიღო. სად? ფინეთში ლენინთან ჩაიტანა. მაშინ ფინეთი რუსეთის იმპერიის ავტონომიური ნაწილი იყო. ზაფხული ერთად გაატარეს აგარაკზე. შემოდგომაზე კი კამო ევროპაში წავიდა. პარიზი, ბელგია? ბელგიაში საბრძოლო მასალა იყიდა. ბულგარეთში დეტონატორები. ანუ, ემზადებოდა აშკარად სამომავლო აქციებისთვის. და ბერლინში შეხვდა ექიმ იაკობ ჟიტომირსკის, ლენინის წერილით. ლენინის თხოვდა კამოს თვალზე ემკურნალა. მაგრამ ლენინმა არ იცოდა, რომ ჟიტომირსკი ამ ტრანსკრიპტის მიხედვით სინამდვილეში ოხრანკის საიდუმლო აგენტი იყო. აი, კიდევ ერთი ჯაშუშური შტრიხი. რა თქმა უნდა, ჟიტომირსკი მაშინვე ოხრანკას შეატყობინა და ოხრანკამ გერმანიის პოლიციას მისი დაპატიმრება სთხოვა. კამო დაიჭირეს ყალბი პასპორტით და დეტონატორებიანი ჩემოდნით. სიკვდილით დასჯა ელოდა. მაგრამ აქ საქმეში ერთვება ლევ კრასინი. მან ადვოკატ ოსკარ კონის მეშვეობით კამოს შეუთვალა, რომ სიგიჟე განესახიერებინა. და კამო ეს რჩევა ზედმიწევნით შეასრულა. აი ტრანსკრიპტში აღწერილია, როგორ დაიწყო თამაში. უარს ამბობდა საჭმელზე, ტანსაცმელს იხევდა თმებს. სადადა თავის ჩამოხრჩობა. ვენები გადაიჭრა და ყველაზე შემზარავი, საკუთარი ფეკალიებიც კი ჭამა. ნამდვილად შემზარავი დეტალებია. გერმანელ ექიმებს ეჭვის შეეპარეათ მის სიგიჟეში და წარმოუდგენელად სასტიკი მეთოდებით ცდილობდნენ მის გამოცდას, როგორც ტრანსკრიპტი აღწერს. ფრჩხილებქვეშ ქინძის თავები, ზურგში გრძელი ნემსი, ხელი რკინით დადაღვა. მაგრამ კამო არ ტყდებოდა. არა. საბოლოოდ ბერლინის ფსიქიატრიული კლინიკის მთავარმა ექიმმა დაწერა დასკვნა, რომ კამო ნამდვილად ფსიქიკურად დაავადებულია, ვერ წარსდგება სასამართლოს წინაშე, ვერ მოიხდის სასჯელს და საეჭოა ოდესმე გამოჯამრთველდეს. ანუ ამ წარმოუდგენელი სპექტაკლით სიკვდილით დასჯას გადაურჩა. დიახ. და საინტერესოა, რომ ტრანსკრიპტის მიხედვით ამ ძარცვის ორგანიზატორებიდან მხოლოდ კამო გაასამართლეს. კამოს დაპატიმრებამ ლენინიც ძალიან შეაშინა, როგორც ჩანს. ეშინოდა, რომ მას და მის ცოლსაც დაიჭერდნენ. ამიტომ ფინეთიდან გაიქცა. წყარო მის სახიფათო გაქცევასაც აღწერს. ღამით 5 კილომეტრი გაყინულ ტბაზე გაუვლია. ყინული ჩატახვია კინაღამ დაღუპულა. მოგვიანებით უთქვამს, ეს სიკვდილისთვის სულელური გზა იქნებოდაო. ფინეთიდან შვეიცარიაში გადავიდნენ. დრო გადის, მოდის 1918 წელი. ბოლშევიკები უკვე ხელისუფლებაში არიან. და აი აქ ლევ ტროცკი საჯაროდ ცდებს ბრალს სტალინს, ანუ იოსებ ჭუღაშვილს, 1907 წლის თბილისის ძარცვასთან და ტერორისტებთან კავშირში. როგორც ტრანსკრიფტშია ნათქვამი, ლენინმა საქმე პარტიულ სასამართლოს გადასცა. და აქ საინტერესო მომენტია. ობიექტურობის იმიტაციისთვის თავმჯდომარედ მენშევიკების ლიდერი იული მარტოვი დანიშნა. რაც ტროცკისაც კი მოეწონა. პარტიულმა სასამართლომ ამ წყაროს თანახმად განიხილა საქმე, მოусმინა ტროცკისაც, ჭუღაშვილსაც. და გამოიტანა განაჩენი. იოსებ ჭუღაშვილს 1907 წლის 13 ივნისს თბილისში განხორციელებულ ძარცვასთან კავშირი არ ქონია. ოფიციალურად სტალინი გამართლდა. თუმცა, და აი აქ არის მთავარი პარადოქსი, რასაც წყარო ხას უსხამს. რა პარადოქსი? მიუხედავად ამ ოფიციალური გამამართლებელი განაჩენისა, 1907 წლის თბილისის ძარცვა დღემდე ძალიან მღარად ასოცირდება სწორედ სტალინის სახელთან. ანუ ოფიციალური ვერდიქტის მიუხედავად ეს კავშირი მაინც დარჩა. კი,
ეს თემა, როგორც ტრანსკრიპტი აღნიშნავს, გასცდა მემუარებსა და ისტორიულ კვლევებს და მხატვრულ ლიტერატურასა და კინოშიც გადავიდა. წყაროს თქმით, ზოგისთვის ეს კავშირი სიმართლეა, ზოგისთვის სიცრუე. რაც შეეხება კამოს, მისი სიცოცხლეც ტრაგიკულად დასრულდა. თან საკმაოდ იდუმალ ვითარებაში. დიახ, როგორც ტრანსკრიპტის ბოლოსკენაა ნახსენები, 1922 წლის 13 ივნისს, აი ზუსტად ძარცვიდან 15 წლის შემდეგ, თბილისში ვერის დაღმართზე. ღამის 10 საათზე ველოსიპედით მიმავალ კამოს სატვირთო მანქანა დაეჯახა. და ტრანსკრიპტი ამატებს შემზარავ დეტალს. ეს იყო ერთადერთი მანქანა, რომელიც იმ დროს ქალაქში მოძრაობდაო. ერთადერთი, ეს მართლა უცნაურია. კამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. გავრცელდა ხმები, რომ ეს შესაძლოა სულაც არ იყო შემთხვევითი შეჯახება. და 15 წლით ადრე მომხდარ ძარცხვას უკავშირდებოდა. ასე რომ ჩვენ ამ ერთი კონკრეტული წყაროს კარდუს ვიდეოს ტრანსკრიპტის მიხედვით განვიხილეთ 1907 წლის თბილისის გახმაურებული ძარცვის ამბავი. ვნახეთ რევოლუციური მიზნებით მოტივირებული, კინაღამ წარმოუდგენელი მასშტაბის ძარცვა. კამოს დრამატული როლი და მისი ტრაგიკული ბედი. სტალინის მონაწილეობის შესახებ არსებული ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები და პარტიული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი, რომელმაც, როგორც წყარო გვიჩვენებს, ეჭვები ბოლომდე მაინც ვერ გაფანტა. ეს ამბავი, თუნდაც ერთი წყაროს პრიზმაში დანახული, კარგად გვაჩვენებს თუ როგორი რთული, წინააღმდეგობრივი და ინტერპრეტაციებისთვის ღია შეიძლება იყოს ისტორიული მოვლენების აღქმა. ერთი მხრივ გვაქვს თითქოს ფაქტები, ძარცვა, პოლიტიკური ინტრიგები, ჯაშუშობა. მეორე მხრივ კი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები, ბუნდოვანება. და ოფიციალური ვერდიქტი, რომელიც მაინც ვერ ახრობს კითხვებს. დიახ, ეს კონკრეტული წყარო გვაწვდის სხვადასხვა პერსპექტივას და ფაქტების ერთობლიობას, რომელიც მასშია თავმოყრილი. მაგრამ საბოლოო უდავო სიმართლის დადგენა, განსაკუთრებით ასეთი მასშტაბული და პოლიტიზებული ფიგურების შემთხვევაში, ძალიან რთული ამოცანაა. და ბოლოს, ერთი დამაფიქრებელი კითხვა თქვენთვის, რომელიც სწორედ ამ წყაროს ანალიზიდან მოდის. თუ პარტიულმა სასამართლომ სტალინი ოფიციალურად გამამართლა 1918 წელს, მაგრამ მისი სახელი მაინც ასე მყარად დარჩა დაკავშირებული ამ ძარცვასთან მრავალ წყაროსა და ხალხის მეხსიერებაში. როგორც ჩვენს მიერ განხილული ტრანსკრიპტიც აღნიშნავს, რას გვეუბნება ეს იმაზე, თუ როგორ იწერება ისტორია, როგორ გვამახსოვრდება და შესაძლოა როგორ ხდება მისი მანიპულირება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ძალაუფლების მქონე საკულტო ფიგურებს. რამდენად ძლიერია ოფიციალური გამართლება მუდმივი ხმებისა და ალტერნატიული ნარატივების წინააღმდეგ, რომლებიც დროთა განმავლობაში ყალიბდება და ვრცელდება. დაფიქრდით ამაზე.